მოგესალმებით. ვაგრძელებთ SQL მონაცემთა ბაზების შესწავლას. ამ თავში ვსაუბრობთ ჩვენს მიერ შექმნილი მონაცემთა ბაზების დიზაინზე, როგორ უნდა შევქმნათ ჩვენი ცხრილები, როგორ უნდა დავაკავშიროთ ისინი ერთმანეთთან და ასე შემდეგ. შესაბამისად, იმისათვის რომ კარგი ასე თქვა საფუძველი შევიქმნათ ამ ასე თქვა მონაცემთა ბაზების დიზაინის შესაქმნელად, დაგვჭირდება კარგი მაგალითი. ისეთი მაგალითი, ისეთი სისტემის მაგალითი, რომელიც საშუალებას მოგცემს, რომ რეალურ ცხოვრებაში რაღაც პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობა გავაჩინოთ და ვნახოთ რეალურად სად შეიძლება მონაცემთა ბაზების გამოყენება და მისი დიზაინის სწორად შექმნა როგორ შეიძლება დაგვეხმაროს. ამიტომ მოდით ვნახოთ აი ასეთი რამ, რეალურად შევხედოთ რა ხდებოდა 1800-იანი წლების უფრო ბოლო 1800-იანების ბოლო წლების ბოსტონში, სადაც აშენებდნენ, როგორც ხედავთ, მეტროს. და ჩვენი ამოცანა იქნება, რომ სინამდვილეში აი ამ მეტროს მაგალითზე შევქმნათ მონაცემთა ბაზა მგზავრების, ასე ვთქვათ, გადაყვანის, გადაადგილების, მათთვის რაღაცა საფასურის გადახდების და ასე შემდეგ ამ ყველაფრის მენეჯმენტის ამბავი. ასევე საინტერესოა ის ამბავი, რომ რეალურად თავიდან ბოსტონის მეტროში იყო აი ესეთი სიტუაცია, ანუ რეალურად მატარებლის მაგიერ დადიოდა აი ესეთი ტრამვაის მსგავსი კარტი, ასე ვთქვათ. და რა თქმა უნდა, აქაც რეალურად ფასიანი იყო მგზავრობა. ნუ იქ ბევრი რაღაც მოხდა, ამას ქვია ჩარლი კარტი, ამის ჩარლი რატო ქვია, ამას თავისი ისტორია აქვს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ არ გაგიკვირდეთ, როდესაც ჩარლის ვახსენებ და ჩარლი კარდს, ჩარლი ბარათს, როდესაც ვახსენებ ჩვენს იმაში, იმიტომ რომ ჩარლი ბარათი არის დღემდე ტრადიციულად შემორჩენილი სახელი ბოსტონის მეტროს ისტორიიდან, მაგრამ მნიშვნელოვანი ამბავი არის ის, რომ რეალურად ხო, ეს არის ერთ-ერთი Park Street-ი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ცნობილი სადგურია, სადაც ბოსტონის მაშინდელი და დღევანდელი მეტროც ასე ვთქვათ გაივლის და მაგრამ მაშინ რაღაცა თავიდან ძალიან ცოტა იყო, ასე ვთქვათ, სადგურებიც და ხაზებიც და ასე შემდეგ, ერთი ხაზი იყო, მაგრამ დღევანდელი ბოსტონის მეტრო აი ასე გამოიყურება, არსებობს ეს რაღაც წითელი ხაზი, არსებობს მწვანე ხაზი, ლურჯი, ყვითელი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ ძალიან საკმაოდ ისეთი კომპლექსური, ყველაზე კომპლექსური მეტრო არ არის სამყაროში რაც არსებობს, მაგრამ ერთ-ერთი საკმაოდ კომპლექსური მეტროს სადგურების სისტემაა. და შესაბამისად, რადგან აი ასეთი სისტემა არსებობს, ასეთ სისტემას რაღაცა მენეჯმენტი სჭირდება. ამ სისტემაში კონკრეტულ სადგურებზე მგზავრების შესვლას, გამოსვლას, მათთვის ბარათიდან თანხის მოჭრას და ასე შემდეგ, თავისი, ასე ვთქვათ, მონაცემთა ბაზა სჭირდება, სადაც შეიძლება მენეჯმენტი გავაკეთოთ ამ ყველაფრის. ამიტომ მოდით ახლა ვნახოთ, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ჩვენი მონაცემთა ბაზის სქემა ბოსტონის მეტროს მაგალითზე. პირველი რასაც შეიძლება შევხედოთ არის ის, რომ რეალურად რისი მენეჯმენტი გვჭირდება მგზავრის და გვჭირდება სადგურების აღრიცხვა და მენეჯმენტი. ანუ გვჭირდება გავიგოთ რომელ სადგურზე რომელი მგზავრი შევიდა. მაგალითად. და ნახოთ, რომ აი ის ქმედება, რომელიც სადგურზე შეიძლება გააკეთოს მგზავრმა, ერთ-ერთი ქმედება არის ის, რომ შევიდეს ამ სადგურზე. და შესვლისას, რა თქმა უნდა, უნდა გადაიხადოს რაღაც თანხა, fare-ი. და თავის დროზე ბოსტონის მეტროში 10 ცენტი ღირდა მგზავრობა. და შემდეგ ასევე დაგვჭირდება რაღაც ბალანსი, ხო, საიდანაც უნდა ჩამოვაჭრათ ფული და რაღაც თანხა დარჩება მერე იმ რასაც ჩამოვაჭრით იქიდან, ხო? შესაბამისად, რაღაც ბალანსის მენეჯმენტიც გვჭირდება. ანუ გვჭირდება მონაცემთა ბაზა, სადაც ვიცით, რომ კონკრეტულ მომხმარებელს აქვს რაღაც ბალანსი, როცა შევიდა რაღაც კონკრეტულ სადგურზე ჩამოვაჭერით იმ მგზავრობის შესაბამისი ღირებულება და ბალანსიც, ასე ვთქვათ, განვაახლეთ. ასეთი პროცესი გვჭირდება. ამის გარდა არა მხოლოდ რაღაც შესვლა არის
კონკრეტულ სადგურზე, არამედ რომელიმე სადგურზე როცა მივიდა მატარებლით, ამ შემთხვევაში გამოსვლაც, სადგურიდან გამოსვლაც არის ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, ოპერაცია, რომელიც უნდა გვჭირდება, რომ ასე ვთქვათ, დავამენეჯმენტოთ. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს აი ასეთი სიტუაცია, რაღაცა Kendall MIT სადგურზე შევიდა მგზავრი, ამ შემთხვევაში ჩარლი და Jamaica Plains-ის სადგურზე გამოვიდა. და როგორც ხედავთ, შესვლისასაც და გამოსვლისასაც სხვადასხვა ტიპის, მაგრამ რაღაცის გადახდა უწევს მგზავრს. შვენიერი. მაგრამ იმის გარდა, რომ ჩარლი მიმგზავრა, ასევე სხვა მგზავრებმაც უნდა იმგზავრონ, ხო? შესაბამისად, ამ შემთხვევაში გვყავს აგერ ალისი, რომელიც ჰარვარდის სადგურზე შევიდა, 10 ცენტი გადაიხადა, დარჩა ბალანსზე 20 და Park Street-ზე გამოვიდა და გამოსვლისას 5 ცენტი გადაიხადა, დარჩა ბალანსზე 15, ხო? ასევე ბობი ყავს, რომელიც Al-Waifis, არ ვიცი რა არის, Al-Waifis სადგურზე შევიდა, სახელია ეგეთი და გამოვიდა Park Street-ზე. 10 გადაიხადა შესვლისას, 10 გადაიხადა გამოსვლისას და საბოლოოდ 20 ცენტი დარჩა ბალანსზე. შემდეგ გვახსოვს ალბათ, რომ დაგვჭირდება ჩვენი მონაცემთა ცხრილისთვის primary key, მთავარი გასაღები, უნიკალური იდენტიფიკატორი. შესაბამისად, ID სვეტიც ამ თავს დავუმატეთ. შემდეგ უკვე რეალურად გვაქვს აი ასეთი სიტუაცია, სადაც უნდა განვიხილოთ ეს ცხრილი რამდენად შეესაბამება იმ ამოცანას, რომელიც ჩვენ გვაქვს. და რამე პრობლემები ხომ არ აქვს ამ ცხრილს. ანუ პირველი, როდესაც მონაცემთა ბაზას ვაკეთებთ, შეიძლება ერთი ცხრილით დავიწყოთ და იმ ცხრილში განვსაზღვროთ რა გვინდა რა. აი როგორც ჩვენ ახლა განვსაზღვრეთ, ზუსტად ასე create table ბრძანებით შევძლებთ, რომ რეალურად შევქმნათ ის სვეტები, რომელიც ჩვენ გვინდა, ხო? მაგრამ სანამ ზოგადად აი ამ სვეტების შექმნაზე გადავალთ, უნდა დავფიქრდეთ. უნდა შევქმნათ აი ესეთი თუნდაც ვიზუალური ვერსია ჩვენი მონაცემთა ცხრილის ან წარმოვიდგინოთ რამენად, ან ფურცელზე დავხატოთ, ან ბევრნაირი გზები არსებობს, როგორ შეიძლება ეს ყველაფერი უფრო უკეთ წარმოვიდგინოთ და ნახოთ, რეალურად რამე პრობლემა ხომ არ აქვს აი ამ ცხრილის სტრუქტურას. თუ დააკვირდებით, რამდენიმე პრობლემას აღმოვაჩენთ. მაგალითად, პირველი ის, რომ მეორდება სახელები კონკრეტული მგზავრების, ხო? და თან ეს უბრალოდ გამეორების პრობლემა კი არ არის, კონკრეტულად ერთი მგზავრის სახელის გამეორების პრობლემა კი არ არის. არამედ შეიძლება ჩარლი ერქვას რამდენიმე მგზავრს. და რომელი ჩარლია ის, რომელიც ამ სადგურზე შევიდა და ამ სადგურზე გამოვიდა? როგორ უნდა გავარკვიო? ეს ID არ უზრუნველყოფს მაგას, რომ გავარკვიო რომელი ჩარლია. ხო, ეს ID უბრალოდ მგზავრობის შესაბამისი ID-ია და არა ჩარლის შესაბამისი ID. შესაბამისად, უნდა მქონდეს ალბათ რაღაცა სხვა ცხრილი, სადაც მგზავრების შესახებ ინფორმაციას შევინახავ და მგზავრობების ტრეკინგის დროს, მგზავრობების აღრიცხვის დროს იმ ცხრილიდან უნიკალურ ID-ს გამოვიყენებ ამ ცხრილში. ესე სახელს კი არ გამოვიყენებ, არამედ იმ უნიკალურ ID-ს გამოვიყენებ და შეიძლება 7 ჩარლი იყოს, მაგრამ ყველა სხვადასხვა ID ექნება და შესაბამისად განსხვავებული ჩანაწერები გამომივა, უნიკალური ჩანაწერები გამომივა აი ამ ძირითად ცხრილში. ამიტომ ერთი რაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ მგზავრებისთვის ცალკე ცხრილი გვჭირდება. ასევე იგივე შეგვიძლია ვთქვათ სადგურებზეც. ხა სადგურების სახელები ორ სადგურს ერთი და იგივე სახელი ალბათ დიდი ალბათობით არ ერქმევა, რაღაც უნიკალურობა ექნება, მაგრამ მგზავრობის აღწერისას ჩვენ მაგალითად აი Park Street-ი გავამეორეთ რამ ორჯერ, ხო? შესაბამისად, აქაც ინფორმაციის გამეორების პრობლემა აქაც გვიდგას. შესაბამისად, სადგურებისთვის ცალკე ცხრილიც შეგვიძლია გავაკეთოთ. ეს ყველაფერი რომ ნახოთ, აი ეს name სვეტისთვის როგორც თქვით, სინამდვილეში მგზავრებისთვის ცალკე ცხრილი ჯობს გავაკეთოთ, ასევე ჯობს სადგურებისთვის ცალკე ცხრილი გავაკეთოთ და შესაბამისად აი ამ ცხრილში, ძირითად ცხრილში შესვლების და გამოსვლების ცხრილში ჯობს უბრალოდ ტრეკინგი გავაკეთოთ ბალანსის და ფეარის. ან შეიძლება
გააჩნია როგორ წავა სიტუაცია, შეიძლება ესეც ცალკე გავიტანოთ, ვნახოთ როგორ წავა სიტუაცია. ანუ ნახეთ, მონაცემთა ბაზებში ცხრილების სტრუქტურების და ზოგადად მონაცემთა ბაზის დიზაინის შექმნა არ არის ისეთი პროცესი, რომ რაღაც დავჯექი და ეგრევე დავწერე კოდი, ბრძანებები, რაღაცეები და უცებ რაღაცა მონაცემთა ბაზა შევქმნი, არამედ ფიქრის პროცესის შედეგია. აღმოვაჩინე რა პროცესია, რა გზას გადის მგზავრი იმ დროს, როდესაც მგზავრობს და რა ურთიერთობა უნდა ჰქონდეს იმ კონკრეტულ სადგურებთან, რომლებშიც მგზავრობს. როგორ უნდა გავაკეთო ამის აღწერა, აღრიცხვა, სად იმგზავრა, რამდენი უნდა მოვაჭრა ფული, როგორ უნდა მოვაჭრა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ბალანსი როგორ ვაკონტროლო და ასე შემდეგ. შესაბამისად ვიღებთ პროცესს, რომელსაც ქვია მონაცემთა ბაზების დიზაინის შექმნა. როდესაც სიტყვა დიზაინს ვამბობთ, აი სიტყვა დიზაინის ხსენებაზე ადამიანებს გქონიათ, რომ რაღაც, ასე ვთქვათ, რავი, ოთახის ინტერიერის დიზაინი, ან ვებგვერდის დიზაინი, ან გრაფიკული, არა. მონაცემთა ბაზების დიზაინი იგულისხმება დიზაინში, აი ეს იგულისხმება. აი ეს პროცესი, რაც ჩვენ ახლა გავიარეთ და რაზეც ჩვენ ახლა ვისაუბრეთ. შვენიერი. უკვე შემდეგ გაკვეთილში ვნახავთ, როგორ ხდება აი ამ ცხრილის უკვე გახლეჩა სხვადასხვა ცხრილებად და როგორ ხდება ნორმალიზაციის პროცესი. ნორმალიზაციას ეძახიან იმ პროცესს, როდესაც იმის მაგივრად რომ ერთ ცხრილში გქონდეს გამეორებადი ინფორმაცია, შენ ამ ცხრილს გახლეჩ რამდენიმე ცხრილად და მას შეუქმნი ისეთ სტრუქტურას, რომელიც ნორმალიზებულ სტრუქტურად ითვლება და გაცლებით მოსახერხებელია მერე გამოსაყენებლად. ძალიან კარგი. იმედია მოგეწონათ ეს გაკვეთილი. კომენტარებში მითხარით, რა შეიძლება უკეთ გავაკეთოთ, რა შეიძლება გამოვასწოროთ, რა მოგწონთ, რა არ მოგწონთ. ნახულობ თქვენს ყველა კომენტარს, ყველას ვერ პასუხობ, მაგრამ ძალიან მიხარია თქვენი ფიდბექი, განსაკუთრებით, როდესაც ხედავ, რომ ძალიან გადგებათ ეს ვიდეოები და დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩვენი არხი და ვაგრძელებთ მოგზაურობას SQL მონაცემთა ბაზების სამყაროში. დროებით.